კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ესეც ასე. აბა დილამშვიდობის. აბა როგორ გიკითხავთ? კიდევ ერთხელ. დღეს ხართ ჩვენი სტუმარი და ყველაფერი გვაინტერესებს. თქვენ ისე კარგად გამოიყურებით, რომ ძალიან გვაინტერესებს თქვენი ხრჩევები, ხრიკები, როგორია თქვენი დილად და თქვენი წამყვანი მყავს, ულამაზესი რა ძალიან გამოიყურებით. დიდი მადლობა. დილამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვაკეთებთ ლიბანურ სალატს ტაბულეს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, რომლის რეცეპტიც გამიზიარა ერთმა ლიბანელმა ბიზნესმენმა, რომელთანაც მუშაობდით 13 წელი, დიდი გამოცდილება მაქვს. საერთოდ ლიბანური სამზარეულო ძალიან მიყვარს ჰუმუსი, მიყვარს ფალაფელი, ეხლა რაც დავასახელე, არის ყველაფერი ვეგანური. მე არ მიყვარს ხორცი. ხო, აი, ამიტომ მინდა და მეკითხა. მე არ მიყვარს ხორცი და მიყვარს ვეგეტარიანულ ვეგანური საკვები და ტაბული რატომ მიყვარს იცით, რომ მთელი ქვაბი რომ მიირთვათ, არაფერი არ მოგივა. ანუ არ მოიმატებ, არ გასუქდები, ძალიან მსუბუქია, ძალიან სასარგებლო ინგრედიენტები, მე მგონი დავიწყოთ ხო უკვე ნელ-ნელა რაღაცები მითითებით ვასრულებ ბულგური. კი ბატონო, ბულგური დამბალი. კი ბატონო, არის ძირითადი ინგრედიენტები რა არის, ვისაც ვთქვათ მოუნდება რომ შემოგვიერთდეს ეს კი ბატონო, ძირითადი ინგრედიენტები, ეს არის პომიდორი, ეს არის უხვად მწვანილი, ძალიან დიდი რაოდენობით ხახვი და ოხრახუში, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ეს ყველაფერი იჭრება წვრილად, გადაირება ბულგური დამბალი წყალში, იმისთვის რომ შემდეგ უკვე გადაურიოთ, ცალკე მომზადდება. ხო, ვასხავთ დუღარე წყალზე, ცოტა ხანი ძალიანაც რო არ ჩაიხარშოს და შემდეგ უკვე ზეითუნის ზეთი უხვად ლიმონი არ დაგენანოთ მეგობრებო, ეს არის სალათი, როდესაც რაოდენობა არ არის ლიმიტირებული, რაც მეტი ოხრახუში და ხახვი შედარებით ნაკლები, ოხრახუში უფრო დიდი რაოდენობით. აქ ისეთი ინგრედიენტები ჩამოთვალეთ, თქვენ რაღაცა დეტოქს სალათი არის, ხო? აბსოლუტურად, ეს არის უგემრიელესი. ახლა კიდე ერთი რამეა, რომ პომიდორი უნდა დაიჭრას წვრილად. რაც შეიძლება საერთოდ ყველაფერი თითოეული ინგრედიენტი უნდა დაიჭრას წვრილად. ხალბატონო მაია, ეს რა მაინტერესებს? ჯაზი ხომ თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაა და ეს არის რაღაც საოცარი სანახაობა და სიამოვნება ყურისთვის. აი კულინარიაც იმპროვიზაცია გარკვეულწილად, მაგრამ რაღაც გარკვეული წესების დაცვა ისევე როგორც მუსიკას და სიმღერას ჭირდება. აი თქვენ რამდენად ხშირად მიმართავთ ხოლმე იმპროვიზაციას სწორედ მომზადების პროცესში თუ აი ესე რაღაც ძალიან კლასიკურად ზედმიწევნით ხო? იცი რა არის ჩემო კარგო, იმპროვიზაცია კი არის, მაგრამ იმპროვიზაციას თავისი წესები აქვს, წესები თუ არ დაიცავი, ისეთი კაკაფონია გამოვა, რომ ხალხი გაიქცევა. ამიტომ პროფესიონალიზმია საჭირო. ნუ აქ საჭიროა რასთან როდის რა მომენტში. ხო დრო ადგილი, შინაარსი და ფორმა და ასე შემდეგ გემოვნება. ამას რომ მოაყარო და უშუალოდ რაღაცა ისეთი ინგრედიენტი, როგორიც არის ფინიკი და შაქარი, საერთოდ არ მოუხდება. ხო, მაგრამ არის სალათები, სადაც მაგალითად ხლიავის შირი ძალიან ხდება. ხო, გააჩნია იცით, რას ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში, ეხლა ერთ ფრაზას ვიტყვი, ძალიან მიყვარს მე საერთოდ არაბული ენა ძალიან ლამაზია, მაგრამ ლიბანური ჰაბიბი ანურელაი ანა მაჟღულე ჰალა. ხო და აი ეს სალათი სხვათა შორის მე რო თავის დროზე თითო დღეს ჩემი მუშაობის პერიოდში თითო ფრაზა მესწავლა, მე ახლა ვილაპარაკებდი არაბულად ძალიან ესეთ ნამდვილად. არც ახლა არ არის გვიან. არასდროს არ არის გვიან, არასდროს. ნამდვილად. ახლა შეგიძლიათ რომ ეს ექსპერიმენტი ასე თქვა. არა, ახლა აღარ მუშაობ უკვე დამთავრდა. მე მაინტერესებს როგორ იწყება თქვენი დილა, როგორია თქვენი საუზმე, შემდეგ დღის რაციონში ან სილას როგორ იღებთ, რადგან ხორცი მომხმარებელი არ ხარ. იღებთ, ეს რა კარგი კითხვა და სამედიცინო კითხვა და ამისვით დილას ვდგები ადრე, ხო, არ გამოვარდეს. დილას ვდგები ადრე, ჩემი საყვარელი, ასე ვთქვათ, დილის საუზმე არის
უკოფეინო ყავა ნუშის რძით. იმდენად რამდენადაც მე დესერტს არ მივირთმევ. იმიტომ რომ წონა უნდა შევინარჩუნოთ. ან კბილეულს თავს არა. ხო, ნამდვილად, უკვე დიდი ხანია წლებია. და დღეს მოგვიმზადებთ ჯანსაღ დესერტს. მე დღეს მოგიმზადებ ჯანსაღ დესერტს, რომლითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. აი ეს დამცხვები არავის არ ვერჩი, მეც ძალიან მიყვარს კბილი საერთოდ, მაგრამ ასე ვთქვათ, თუმცა მასზე უარის სურვილი სამებრო. კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩანაცვლება შეიძლება ჯანსაღი პროდუქტებით, ოღონდ ბევრი არა, ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორ არის იცით, რატო ასუქებს ნამცხვარი, იმიტომ რომ იქ არის კომბინაცია ნახშირწყლების, ცილის, შაქრის და ეს ყველაფერი ღვიძლი ამას ვეღარ ხალხმა აი თქვენ ახსენეთ რომ ხო ხორც არ მივირთმევ. კარგი, რით ვანაცვლებთ ამ შემთხვევაში მაშინ? თევზი შეიძლება, მე მიყვარს ძალიან ყველი. ძალიან მიყვარს ყველი, მაგრამ ხაჭოს მივირთმევ. ხაჭოს აუცილებლად მივირთმევ, უხვად მინდა გითხრათ. საერთოდ ჩემს მიერ მოხმარებული პროდუქტი არის ძალიან შეზღუდული. ნუ ესე მოხდა, რაც მიყვარს. ზარეალი შევიწროვდა. ზარეალი შევიწროვდა. სურვილი სამებრო. ჩემი სურვილი. თქვა თქვენს გემოვნურ. იცი რა არის, ჩემო კარგო, მე ამას არ თქვენს გემოვნებას არ აკმაყოფილებს თქვა ხორცი რაღაც ეტაპზე მიიღეთ ეს ხორცი არ გიყვართ თუ ეს პრინციპულად ვეგეტარიანელი ხართ და არ მიყვარს. დიდად არა, ისე რომ ბრაზილიაში, როდესაც ვიყავდი ბრაზილია მოგეხსენებათ ხორცის ქვეყანა, ნუ თავის ფეხით გამოვიდა ხორცი და ეფინა თევზი და მე სამის წეკვით წავიდა უკან ისეთი ხორცი იყო. ლამის დამელა არა, თევზი იყო არაჩვეულებრივი და თევზი მივირთვით მე და ჩემმა კოლეგამ. იცით რა არის, მე ყოველთვის ვამბობ, მე მაქვს მეორე ტიპის დიაბეტი, რომელიც მაქვს იდეალურად მოვლილი. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვისაც დიაბეტი საერთოდ საქართველოში კი მოგეხსენებათ კაის მაჭამა გვიყვარს. შესაბამისად ბევრი ადამიანი არ შეიძლება იცით ცოტა უგულოდ რა მოხდა დიაბეტია შევჭამთ კბილს არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში მე ესეთი წესი დავიდგინე რომ თუ არ შეიძლება ესე იგი არ შეიძლება და ამიტომ შედეგმაც არ დააყოვნა შესანიშნავად მადლობა ღმერთს ვგრძნობ თავს იდეალურია როგორ ამბობთ მაშინ ქართულ ტრადიციულ კერძებზე აი რითი შეიძლება რომ ჩაანაცვლოთ მაგალითად ხაჭაპური მაგალითად აი ხაჭაპური გეტყვით ეხლავე აი მაგალითად მე ვგიჟდები ცომზე და მე ვგიჟდები ხაჭაპურზე ყველზე წელიწადში ერთხელ ნუ ორჯერ თუ მაინც დიდი ინტერვალია წელიწადში ერთხელ აჭარული ხაჭაპური არის ჩემი აი ყველაფერი რას ვაკეთებ უკვეთავ დიდს გამოშიგნოს შემდეგ ორმა ყმელს ვადებინებ შიგნით რომ მოდის ეს გამოშიგნული ეს გამოფიტული საწყალი ხაჭაპური და შიგნით არის ყველს მივეთმებ და გარედან ვტოვებ ცოლს ანუ მე მოვატყუე ჩემი თავი რომ მე ხაჭაპური ვიზუალურად ვსიკოთ გადაცილა მივიღე კარაქს არ უშვები ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ძალდატანება საკუთარ თავზე ესე ჩემ თავს დავუდგინე და ესე მსიამოვნებს იმიტომ რომ რაც არ მივირთმევ დაუშვათ ცომს ძალიან მსუბუქად გრძნობ თავს დავდივარ 14 კილომეტრს ზოგჯერ იმ დღეს 20 გავიარე 14 კილომეტრს თითქმის ყოველ დღე ზოგჯერ ნაკლებს მაგრამ დავდივარ ანუ ისე ხშირად ხედავთ კი ყველგან დავინახე ალბათ რომ აი თქვენ ხართ ჩემი აზრით 200 წლიანი ღმერთმა რა იცი მამა ჩემი იყო ხანგრძლივი 93 წლის იყო რომ ჩემი აქეთა ჩემი დიდი ბებია მე მგონი 100 წლის იყო რომ გარდაიცვალა და ყოველ დღეს სვავდა 50 გრამ ნამდვილ წითელ ღვინოს ხო ძალიან კარგია ასე შემოქმარმაც გადაწყვიტა ასე მკურნალობა და ორი კვირა არ ვიყავი და რა ჩამო ნუ ალკოჰოლიზმში არ უნდა გადავიდეს 50 გრამი ეს წითელი ღვინო და ეხლა მას არ მოვუხდიას და აი რაღაცნაირად გაუგნებული ვარ აი ამ პრინციპულობით დისციპლინით მიდგომით იმიტომ რომ აი წელიწადში ერთხელ ჭამ იმ საყვარელ
კერძს, რომელიც ძალიან მიყვარს და მთელ რიტუალს ვაკეთებ და ისიც რაღაც საკუთარ თავს ატყუებს საბოლოო ჯამში. დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა, წელიწადში ორჯერ აი რაღაც იშვიათად ძალიან ღომი ყველი ელარჯი ძალიან მიყვარს. აი გიშდები ელარჯზე და ელარჯი და გებჟალია არის ჩემი ყველაფერი. ასე ვთქვათ და ადამიანს ელარჯი უყვარს. ხო, მოგვემზადებინა. რა ხახშრი მან. არა, დაგეხვედრებინა ერთი კაი კვარაცხელი გასკავს. აი რა. ერთი კარგი ელარჯი დაგეხვედრებინა. ეს იგი და გებჟალია. აუ, ეს არის შედევრი. მაგრამ ნახეთ, ეს ძალიან მიყვარს მე, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ყოველდღიური საკვები. ანუ საკვები, რომლისაც მე არ მეშინი, ელარჯი და გებჟალია ისეთია. ჩვენ გვაინტერესებს თავშიმაია, როგორ ინარჩუნებს ფორმას და აქეთ ვინიშნავთ მისი ხელმძღვანელობით ვამზადებთ. არა. თბილეულის მიმართ ბევრ ადამიანს აქვს იმდენად დიდი გამოწვევა, რომ ვერ ამბობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. შეიძლება ინტერვალებს ზრდით ხოლმე, თქვათ, როდის მივიღოთ თბილეული, მაგრამ აი არის, თქვათ, თქვენი ხრიკები გააქვთ, რითაც შეგიძლიათ რომ თქვათ ჩაანაცვლოთ ეს ტკბილეული. ჯანსაღი ტკბილეულია. ჯანსაღი ციტრუსი, კი ბატონო, მარწყვი გადასარევია. დღეში რამდენჯერ მიირთმევთ? დღეში ორჯერ ან სამჯერ. ორჯერ გააჩნია. ბატონო? საუზმობ? აი საუზმობ იმითი რა ქვია, დიკაფლატე, ნუშის რძით არის ჩემი ტორტი. აი ეს არის ჩემი საუზმე. ხო, ნუშის რძით, არავით არის შაქარი, მაგრამ ეს არის ჩემთვის ტორტი. და მაკმაყოფილებს ფაქტიურად კი ბატონო და ის ტორტი უკვე იმდენად ტკბილია რომ და უკოფეინო ყავას რატომ მიირთმევთ? იმიტომ რომ კოფეინი მაფორიაქებს, მე არ მჭირდება ზედმეტი აფორიაქება. მე ისედაც ჯამდება ენერგეტიკას, ემოციური ვარ და ამიტომ უკოფეინო ლატე ნუშის რძით არის აი იდეალური. ხშირად მივირთმევ და კი ბატონო, თქვენს ხო, კოფეინოს ხო. ხო, არ მჭირდება კოფეინი არაფერში აბსოლუტურად. ფათაშერის ქალწმაია, ახლა ბევრი წელია უკვე ძალიან დიდ პატივს გცემთ. მე კი არა, მთელი საქართველოს დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩემსაკვისთვის, რასაც ასეთი დიდი სიყვარულით ემსახურებით და ნამდვილად მართლა გამორჩეული ხმის ტემბრის შესრულების მანერაც და ახლა ბევრ კომპლიმენტს აღარ გავაგზავნებ, მაგრამ ჩემთვის პირადად მართლა აღმოჩენა იყო თქვენი დამოკიდებულება, თუნდაც იგივე თქვენი ჯანმრთელობის მისამართით საკუთარი თავის პატივისცემა ეს ჩემი აზრით და ხო ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინა მაშინ როდესაც თუნდაც იგივე საქმე ჯანმრთელობას ეხება და სხვისი პატივისცემაც დიდი გამოწვევა, მაგრამ შესაძლებელია აი ამის თქმა მინდა შესაძლებელია რომ ეს მოვახერხოთ და ეს არ იყოს ძალიან სტრესული საკუთარი თავიდან იწყება ყველაფერი აბსოლუტურად ისეთი სიმშვიდით ლაპარაკობთ თქვენს ასე ვთქვათ მიდგომებზე რომ იცით რა აი ხა მე მინდა რომ ვიყო შთამაგონებელი ბევრი ადამიანისთვის ვინც უყურებს ახლა ამ გადაცემას და ვისაც აქვს მეორე ტიპის დიაბეტი სავსებით შესაძლებელია ის სიამოვნო სამზარეულოთი ძალიან გემრიელად, კარგად და ამავე დროს დაიცვა ასე ვთქვათ შენი ჯანმრთელობა და არ ავნო შენ თავს ასე რომ არ არის ეს რთული. მე უკვე სიამოვნებაში გადამევიდა ის რაციონი, რაც მაქვს. ჩემი ტვინის ის უბანი, რომელიც ტკბილეულზე აქტიურდება, ის საერთოდ ოფცია გავთიში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალს არ უნდა. ხო? და თან უკოფეინო ყავას ნუშის რძით მიუწევთ. აბარა და დღეს ფსიქოლოგიურად მართავთ ამ პროცესებს, შეიძლება ასე ითქვას. ზურამ კი დამცინა ხახუზე, მაგრამ ნახე ფერადეა. არა, სასწაული რაღაცა გასამაზეა. მე გემოს გასინჯა. არა დაგცინე როგორ გაკადრება. არაფერი ამას არ ჭირდება, არაპური, აბსოლუტურად არაფერი იმდენად არის ეს. ხო, იმიტომ ნახშირწყლებით კარგად არის, ყველაფერი კარგად არის. ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში გუდვილი გვამარაგებს და დღესაც ხედავთ როგორი ცინცხალი და ფერადი ბოსტნეული გვაქვს, რადგანაც გუდვილში ქართველი ფერმერებისაგან მოწოდებული ყველა ბოსტნეული და თუ ხორც პროდუქტები გადის ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახსე და ამიტომაც არის სანდო. ასე რომ ბულგურზე მოვყვები როგორ მოვამზადე ასევე ქალბატონ მაიას რეცეპტით.
ცოტა ბულგური გავავლეთ წყალი, მოვათავსეთ თასში, მოვაყარეთ მარილი და დავამატეთ ზეითუნის ზეთი. ჩვენ სამზარეულოში არის, რა თქმა უნდა, ფარკიონე ზეითუნის ზეთი, რომელიც გახლავთ იტალიური, წარმოდგენილია გუდვილში, არის ცივი და ცხელი დაწურვის და იდეალურია როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძებისთვის, აქვს ნეიტრალური გემო და ძალიან კარგი ტექსტურა. დავამატეთ ჩვენს ბულგურს ერთი 2 სუფრის კოვსი ზეითუნის ზეთი, ესე კარგად შევურიე, შეიძლება ითქვას ცოტა მასაჟიც გავუკეთე. და შემდეგ დავამატე ადუღებული წყალი, გადავაფარე ესეთი ვაკუუმის პარკი და დავტოვე და პრინციპში უკვე აბუჟბუჟდა და შეგვიძლია ჩავდოთ და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. აი ცალკე თასში ზეითუნის ზეთი და ლიმონი უნდა ჩაიწუროს. კი ბატონო, соус მოვამზადებ. соуსი მოვამზადოთ და შემდეგ ჩართვაში გვექნება შეკამასული სალატი. კი, ნამდვილად. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. გემრიელი ნაწილი. კიდევ ერთხელ გემრიელი ნაწილი იწყება, აი? კი ბატონო, მე ვასრულებ ქალბატონო. ჩემ ფოკუსირება აი. რეცეპტს ზედმიწევნით ბულგური მზად არის, რომელსაც ახლა შევურებთ ჩვენ სალატს და დამრჩება, რომ დავამატოს соуსი, რაც არის ბევრი ლიმონი, მაქსიმალურად ბევრი ლიმონი, კი ბატონო. დიახ, 1-4 ლიმონი და დავამატებ ზეითუნის ზეთს რა რაოდენობით? ნუ დაგენანებათ. კი ბატონო, საკმარისია და მარილი აუცილებლად ძალიან მარილი გემოვნებით რა თქმა უნდა, ვის რამდენი მე მაგალითად მიყვარს, როცა მჟავე და მარილიანი ერთად კარგად. მეც მარილი კარგად არ გახსნა, ისე და ეს კარგად ავთქვიფოთ. აურიო, კი ბატონო. კიდე გითხრათ რომ ბულგური დამბალი კიდევ უფრო დალბება სალატში, იმიტომ რომ პომიდორი გამოყოფს წვენს და თავის წვენში კარგად შეიწოვს კი ბატონო. დავამატოთ. იცი რა, ბოლომდე აბა ნახევარი ჩავყაროთ მაშინ, ხო? ნახევარი საკმარისია, ცოტა აი всё, საკმარისია სრულიად. და გადაურიოთ ასე ვთქვათ. ქალბატონო მაია, ასევე დესერტს ვამზადებთ, რომელიც არის ძალიან საინტერესო. ესე იგი, დესერტს ვამზადებთ. ვინც მაყურებელი ახლა შემოგვიერთდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დილიდან, უბრალოდ ქალბატონი მაია დილიდან საუბრობს იმაზე, რომ მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი იმ თვალსაზრისით, რომ ყვებას ძალიან აკონტროლებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ადამიანისთვის მინდა რომ ერთგვარი ინსპირაცია გავხდეო, ჩვენ არაერთი კომპლიმენტი ვუთხარით მას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დისციპლინა გასტრონომიულ საკითხებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც აი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რომ აი ესე ზედმიწევნით გარკვეულ წესრიგს ქმნის, შეიძლება ითქვას, კი, პატივისცემს და წესრიგს ქმნის თავის ცხოვრებაში. რაც ეთყობა კიდეს მე ვფიქრობ, როგორც ვიზუალურად, ისე ენერგეტიკული თვალსაზრისით და ამჯერად უკვე მივადექით ტკბილეულს. ჩვენ გავაჟღეროთ ესეთი შეკითხვა, რომ აი ტკბილეულის ჩანაცვლება რითი არის შესაძლებელიო და ეხლა აი ამ საჭირო რჩევას მივიღებთ უკვე მისგან. კი ბატონო, ტკბილეულის ჩანაცვლება შესაძლებელია უფრო ჯანსაღი საკვებით, ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს არის ნაკლებად კალორიო, ეს არის უკეთესი და უფრო ჯანსაღი ვიდრე ნამცხვარი, იმიტომ რომ იქ არის ცხიმი, შაქარი, ნახშირწყალი ერთად და აქ კიდე უფრო მაგალითად ფრუქტოზა არის, მაგრამ მაინც არის შაქარი. დიაბეტიკებს ურჩევ, რომ მეტფორმინის ფონზე მიირთვან ეს დიდი რაოდენობით მოერიდონ მაინც ამის მირთმევას. ძალიან ნოყიერია, ესე იგი ჩვენ ნახეთ ეს კურაგა არის აპრიკოტის ჩირი, რომელიც არის ბუნებრივი პანანგინი, რამდენადაც მე ვიცი, იმიტომ რომ არის გულისთვის. ესე იგი ქლიანი და გარგარი გვაქვს, ხო ჩვენ? გარგლის შირი, კი ბატონო, ეს მოგეხსენებათ ქლიავის შირი კუჭნაწლავის მოქმედებისთვის არის შესანიშნავი, ამიტომ ვისაც ყაბზობა აწუხებს ძალიან წაადგება. ასევე რა იყო?
ესეც გაიგეთ. სურა ნახე შენა ეს მიიღო. დავით ძალიან. რა იყო რა მეცქვა? ისე ფიტნაც მოუხდებოდა ახალად. იცი რა პიტნა. შეგაცდებაზე გამეცე. გასინჯეთ. აბა მითხარით როგორ მოგეწონა? გებრიელეს ნუ ეს არის ვიტამინების ბომბი, რომელიც შეგიძლიათ ჩერი თამამად შეგვიძლია ვიყოთ. ქალბატონო მაია, თქვენ ხშირად ბრძანდებით გასტროლებზე და ახლაც ვიცი რომ იგეგმება და ამაზეც შეგიკითხეთ, როგორია თქვენი კვების განრიგი? აბსოლუტურად არ იცვლება, იმიტომ რომ აი სასტუმროში ხარ და ჩახვედით და აი აქედან იქამდე არის საუზმე. ნუ საუზმე რაც შეიძლება ჩემთვის დაუშვათ, ხო? იმას აუცილებლად იმას მივირთმევ, რა თქმა უნდა და ვცდილობ რომ ნუ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რაღაცა პატარა გამონაკლისი, მაგრამ ძირითადად იცით რატომ იცით, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მივირთმევ იმას რასაც უკვე ვეღარ ხო თუ შეიძლება როგორია? შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ძალიან გემრიელია. ხო, გემრიელია. ხო, ძალიან. აი ეს სიმჟავე, აი ეს ჯანსაღებ. კი ბატონო. იცი რა მოდი ხო? მაია, მოგვიყევით თქვენს მომდევნო გასტროლზე, სად იგეგმება? სად იგეგმება? ძალიან სადაც იგეგმება და დიდი სამზადისიც აქვს ქალბატონ მაიას. ძალიან საინტერესო ადგილზე მივდივარ. თქვენ ძალიან კარგ დროს მომიწვიეთ, იმიტომ რომ მე მექნება გამოსვლა დუბლინში, 2 კონცერტი მექნება ირლანდიაში. ხელი ინგლისური ლიტერატურული საუნჯი იქიდან არის ლუისი ჯოისი რა ვიცი ვინ არა. გამხელა სიამოვნება ელოდებათ? ხო, უნდა აუცილებლად ვთქვა რომ ეს არის ძალიან კარგ საქმეზე მივდივარ. ეს არის საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ვატარებთ იმისთვის, რომ ქართულ სათვისტომოს გადაეცეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აუცილებელი ტერიტორია. ანუ შესაწყებია და ეს არის ფანდრაიზინგი. ფაქტიურად ეს არის თანხის აგროვება და შემოსული თანხი გადაირიცხება ქართულ სათვისტომოს. დიდი მადლობა მამა გიორგის, მაქსიმე აღსარებლის ეკლესიის წინამძღვარს, დიდი მადლობა ქართულ საელჩოს ირლანდიაში, ყასულა ძალიან მაგარი ელჩი ქალბატონი, ძალიან ლამაზი სოფო კაცარავა და არის ჩემი ბიძაშვილი მინდა გითხრათ და ძალიან ყოჩაღად და კარგად წარადგენს საქართველოს ლონდონშიც იყო და ეხლა ირლანდიაშია. და კარგ საქმეში გაქვთ? და ქართული სათვისტომო კერია ლელა შურუპოვას დიდი მადლობა და მოკლედ კარგი საქმეა, იმიტომ რომ იცით როგორი კონცერტი იქნება, მადლიანი საქმეა. ძალიან ინტიმური საუბრით მარტო მივდივარ როიალთან, ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას სალონური იქნება და შემდეგ უკვე საელჩოში აღნიშნდა დამები. ქალბატონო, იცით ახლა როგორი კითხვა გამიჩნდა, რომ თქვენ ხართ მართლა ერთ-ერთი ძალიან გემოვნებიანი შემსრულებელი და ჯაზი მართლა ის მიმართულებასაც მე ვფიქრობ, რომ გემოვნება ძალიან მნიშვნელოვანია აი სხვა არტისტის ზოგადად საქართველოში მის პოპულარიზაციასაც. და ხო აუცილებელი რაღაც გარკვეული კომპონენტების ერთობლიობა ამ მიმართულებაში მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი ისე როგორც აი განსაკუთრებული ყური მაგალითად და სმენაც მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ბაჟრაცაც მომღერალთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე მგონია რომ ეს კიდე სხვა რანგის სირთულეებთან არის ეს მიმართულება დაკავშირებული, მაგრამ აი დროსთან ერთად ალბათ ოდესღაც ამ მიმართულებაში თქვენი კუმირი არ ვიცი ყავდათ, მაგრამ აი დროსთან ერთად ეს თქვენი გემოვნება მუსიკისადმი არ იცვლება? არა, პრინციპში რაც მომწონდა იგივე მომწონს, უბრალოდ რეპერტუარი გაიზარდა, ალბათ მარტო ჯაზი არ არის ჩემი რეპერტუარი, ქართული მუსიკაც არის. მაგალითად ჩვენ მე ესეთ ძალიან საინტერესო პროექტში ვიყავი მურმან ჯინურიასთან ერთად, რომელიც სიტყვის აკადემიამ დაგეგმა და შეასრულა და აი აქ უკვე ქართული მუსიკა ჩემოვიდა დარბაზთან ერთად, ასე ვთქვათ, სიმღერა და მე ვფიქრობ, რომ მუსიკა, კარგი მუსიკა თუ არის, შეიძლება ნებისმიერი ჟანრის იყოს, მაგრამ ერთგული ვრჩები მუსიკის, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ამერიკული, თანამედროვე ამერიკული მუსიკის, ჯაზის ერთგული ვრჩები, იმიტომ რომ რა არის, იცით, ჯაზის მსმენელი არის, გამოირჩევა პოპის მსმენელისგან, იცით, რითი, ძალიან ცნობის მოყვარული, იმიტომ რომ ჯაზში არაფერი არ მეორდება, არადროს არ იცი რა იქნება, ახლა დიდ კორიფეებს, როდესაც უსმენთ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია პროფესიონალ მუსიკოსს
რესურსებზე, ასე ვთქვათ, და არასდროს არ იცი, როდის რა დაიგებოდა. ამიტომ ცნობის მოყვარე ადამიანი არის ჯაზის მსმენელი და ადამიანს აი ჩვენ რო მოგწონს მელოდია და რო გვაჟრიალებს ხოლმე ეს გამოკიდებულია დოფამინერგიულ სინდრომზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ტვინი სულ დაჯილდოებას ელოდება და აი ეს რაღაცა რო არის შეგრძნებები რო არის აი გუზბამს დამაყარაო თითქოს ხო აი ეს ჟრიალები ხო ეს ბრივიდი რასაც თქვი აი სწორედ მოულოდნელობის დროს მუსიკაში იმართება აი ეს ჟრუანტელები დღეს ჩვენ გვექნება ზუსტად ვიცი როდესაც უკვე დასასრულისკენ ერთ გემრიელ მუსიკალურ კომპოზიციასაც შემოგთავაზებს აკვამატებთ ბალანს ხო კი ბატონო კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის გემრიელობა კი დღეს ქალბატონო მაიამ გაგვიზიარა ძალიან საინტერესო რეცეპტები მოგვიმზადა გემრიელად თელი რუსთავიორი მიითმევს ყოველ შემთხვევაში თქვენ გადაცემას ეყო რანი გადაცემა ძალიან მარტივია არ ღუმელი გჭირდება არ თქვი არაფერი არ გჭირდება დესერტიც წარმოდგენილია და ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი სალადი ვიტამინები კარგად თუ ვინ ნოყიერია მინდა გითხრა ზურამ დააგებინა შორის მე ძალიან მომეწონა აი ბოლომდე მივირთვი სიამოვნებით დეტოქს სალათის რეცეპტს კიდევ ერთხელ თუ შეიძლება მაინც მაყურებელს შევახსენებ ჩვენ გვაქვს აქ ბულგური გამოყენებული რომელიც ჩავალბეთ ადუღებულ წყალში ზეითუნის ზეთთან და მარილთან ერთად არის პომიდორი არის უხვად ლიმონი რომელიც ასევე ზეითუნის ზეთთან ერთად გავხსენით სოუსისთვის და არის ოხრახუში და მწვანე ხახვი. დიდი რაოდენობით შეიძლება ითქვას, რომ მწვანელი არის 4 ერთ ბულგურზე ულუფა დაახლოებით, აი 4 ერთზე. დესერტს რაც შეეხება აქ არის ხაჭო, რომელშიც თქვენ დაამატეთ ქიშმიში, ეს დესერტი, ეგრეთ წოდებული დავაგემოვნა და არის ძალიან კანტური გემოებით. დავამატებ და ხო გემრიელია და თან ვისი მომზადებულია ქალბატონი მაია რომ სისხამდილით საუზმეს მოგიმზადებს არ ვიცი რა აბა გადასარევიას აქ არის გარგლის ჭირი დამატებული არის ქლიავის ჭირი ქიშმიში და როგორც ხედავთ ჩვენთანაც არის წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის გერმანული ბრენდი ზებერგერის ჭირეული რომელიც თხილი ჭირი სხვადასხვა ჭიას თესლი თუ სხვადასხვა სეზამი მოკლედ ყველაფერს იპოვით ამ ბრენდში და წარმოდგენილი არის გუდულში და ასევე გვაქვს გურბილის წარმოების რა კარგიას ბრენდი რომელიც იცით ჩვენ სამზარეულოში უხვად არის წარმოდგენილი არის როგორც ჭიას მარცვალი ასევე ბრინჯის ნაირსახეობები არის ჰიმალაის მარილი და ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა ჭირეული ეს ყველაფერი დაემატა ხაჭოს რომელსაც არ აქვს არც თაფლი არაფერი ჩვენთვის და არის ძალიან იდეალური ტკბილი ხო და ცოტა აქვს ბანანი დამატებული და იდეალურად გამოიყურება გავაფორმეთ პიტნით და ძალიან ლამაზია ქალბატონო მაია დიდი მადლობა მრავალფეროვანი და თან ჯანსაღი ისეთივე როგორიც არის ქალბატონი მაია და მისი შემოქმედება ძალიან ნამდვილად ასეა და რა თქმა უნდა ეს თქვენც თუ გინდათ რომ აი ესე სწრაფად და მარტივად ყველაფერი მოამზადოთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი ან აპლიკაცია Goodwill-G და თქვენთვის სასურველ პროდუქტებს Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში სასურველ მისამართზე მოგაწოდით ქალბატონო მაია თქვენ რა სიხშირით ამზადებთ ხოლმე ამ ყველაფერს სახლში თქვენთვის უნდა გამოვწყდე რომ თავისუფლებას ვაძლევ რომ არ მოვამზადო სახში და გამზადებული ვიყიდო მაგრამ როდესაც მენატრება ყოველთვის ეს ძალიან მარტივია და ჩვენ როგორი ფუფუნება გვაქვს ძალიან ხო ნამდვილად იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არაფერი არ მე არ მიყვარს კომბინირებული ეს არ არის ახლა ესეთი კომბინირებული საკვები მე ვამბობ ისეთი მძიმე სადილები არ მიყვარს ამიტომ სახში მაქვს სტაფილო ავოკადო ყველი ხაჭო და თუ ძალიან მომინდა ვთქვათ აი ესეთი გემოები მაშინ ტაბულეს და ის რაც ახლა ჩამოთქვალეთ ეს საკმარისია თქვენთვის აი სადილისთვის და ვახშნისთვის აბსოლუტურად მე თუ გემო მომეწონა მე შეიძლება ეს გემო გავიმეორო ბევრჯერ
და არ მომბეზდება. მთავარი გემომდე მივიდე იმ კონსისტენციამდე, სტრუქტურამდე გემომდე, რომ რაც მე მსიამოვნებს. და კი ხართ ფანტასტიკურ ფორმაში. მადლობა დიდი. წყალსაც იღებთ დიდი რაოდენობით? წყალსაც ვიღებ ლიტრო ნახევარი წყალი დღეში დაახლოებით და ჩემი უკოფეინო ლატე, როგორც დესერტი. ესეც როგორც ტორტელ? არა. რამდენჯერმე? რამდენჯერმე. ესე იგი თქვენი უკოფეინო ლატე ისეთი დაგვაინტრიგეთ. მინდა რომ დავაგემოვნო. გავაკეთებთ კი ბატონო. ესე იგი ზურას უნდა დაეკითხე, როდის გვეპატიჟებით. ბედად. შო. და დათქმული დავთქვა დრო და მოგწევდი. შემდეგ ჩემთან დაგვაპატიჟებთ და ასე. კი ბატონო, ვიაროთ მაია შეგვისრულებს, ვიცი რომ ძალიან კარგი ნომერს, მაგრამ მანამდე მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ იყავით დღეს ჩვენ სამზარეულო სტუმარი, გაგვიზიარეთ თქვენი საინტერესო რეცეპტები და იფუსფუსეთ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, მე სიამოვნა გავიხსენე და ეხლა შთაგონებული წავალ და ვიმღერე. ძალიან დიდი პატივია თქვენი ჩვენთან სტუმრობა. მადლობა. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.